მომისმინე შვილო, ფული დაგირიცხე, ნუ დახარჯავ ისევ კაიფებში, გეხვეწები. კარბის უფრა გააშლევინე, როგორიც ჩვენს ოჯახს შეეფერება და გოჭი აუცილებლად იყიდეთ, შემთვარი გოჭი. სურათი გადაუღე მაგიდას 12 საათზე და გადმომიგზავნე, რომ გავსტორო. დედა გენაცვალოს. მამა შენს ბევრი არ დაალევინო. ისევ დაგორდება კიბეებზე და არ მაქვს მაგ უბედურის მკურნალობის ფულები. ბოლო წლებში საახალწლო სუფრა რამდენჯერმე გაძვირდა. მხოლოდ გოჭირირს 300 ლარიტო. საინტერესო, რომელიმენ თუ გაბედეთ გოჭის ყიდვა. დღეს ოჯახში ვიხსენებდით თუ როდის ჰქონდა საახალწლოდ გოჭი ბოლოს. აღმოჩნდა რომ 2012 წელს. რა სიმბოლურია თო? ჩემთვის პირიქით, გაიაფთა. წლების წინ ინდაურიო, ბურვაკიო, ხალადეციო, შამპანურიო. თელი ხელფასი ასეთ სისულელეებში მიდიოდათო. ახლა 8 ლარიანი ჭაჭა, 2 ოდე კამფეტი, ტარხუნის ლიმონათი და რა თქმა უნდა, ბატონი პრეზიდენტის მოლოცვა. კაროჩე, 20 ლარი მიჯდება საახალწლო სუფრა რა. სოლს როდის გაშორდი შეჩემა? არა, სოლს არ გავშორებულ ვარ. სიდედრი დაიბრიდა. როგორ არ დაგელია უსექსობის მიზეზები როგორ არ დაგელია